ربي أعوذ بك من همزات الشياطين وأعوذ بك ربي أن يحضرون بسم الله الرحمن الرحيم მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო ჩვენი დღევანდელი თემა ძალზედ მოკლე მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელია ერთი პიროვნება ჰაზრეთი ალის რადიალლაჰუ ანჰს ეახლება და ასეთნაირად ჰკითხავს როგორ უნდა გავიგოთ როგორ უნდა მივხვდეთ რომელი ადამიანი ამ ქვეყნიურია რომელი ადამიანი იმ ქვეყნიურია რომელ ადამიანის გულში ამ ქვეყნის სიყვარული რომელ ადამიანში იმ ქვეყნის აახირეთის სიყვარული უფრო მეტია ეს როგორ უნდა გავიგოთო კითხვენ მაგრამ პირველ რიგში ეს ვიცოდეთ რომ შედარებითია იმიტომ რომ ყველა ადამიანში ერთნაირი თვისება არ არის ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კარგი თვისება მაგრამ ის ერთი თვისება ყველა ადამიანში არ მეინახებოდეს ყველა ადამიანს სხვადასხვა კარგი თვისებები გააჩნია ჰაზრეთი ალი მას ასეთნაირად ეტყვის ასეთნაირად მიუგებს და გასცემს პასუხს რომ ასეთნაირად წარმოიდგინე როგორ მივხვდებით რომელი ადამიანი რომლის მხარეს უფრო არის რომ უფრო გასაგები იყოს და უკეთესად მივხვდეთ რომელი ადამიანი რომელ მხარეს დგას რომელი მხრის ჭდილშია ეუბნება რომ წარმოიდგინე ორი ადამიანი რომელიც რომ ერთად მოდიან თქვენთან ერთი თქვენ გეხმარებათ გჩუქნით რაღაცას გაძლევთ მეორე კი თქვენთან რაიმეს სათხოვნელად და თქვენგან დახმარების სათხოვნელად არის მოსული რომელი ადამიანზე გაკეთებული რომელი ადამიანის მოქმედებაც თქვენთვის უფრო სასიამოვნო იქნება თუ ის ადამიანი იმაზე უფრო მეტად გეყვარებათ რომელმაც თქვენ საჩუქარი მოგიტანათ ის ადამიანი იმაზე უფრო თუ გეყვარებათ ან იმის საქციელი თუ თქვენთვის უფრო მეტად მოსაწონი იქნება რომელმაც რომ თქვენიდან დახმარება ითხოვა მაშინ თქვენ ამ ქვეყნიური სიყვარულში უფრო მეტად ჩაფლული ხართ და ამ ქვეყნის ადამიანი ხართ რადგან ადამიანს ყველაზე მეტად რაც უყვარს იმის ნახვა უფრო მეტად ახარებს მაგრამ თუ თქვენ როდესაც თქვენზე უფრო გაჭირვებული ცუდ და სუსტ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მოგივათ და თქვენ ის დახმარებას გთხოვს და თქვენს მიერ გაწეული მასზე დახმარება თუ თქვენთვის უფრო სასიამოვნო იქნება უფრო კარგი და საყვარელი ასე ვთქვათ იქნება იმაზე თუ სხვა მოვადა თქვენ საჩუქარს გადმოგცემთ ან რამით გასიამოვნებს მაშინ თქვენ იმ ქვეყნიური იმ ქვეყნიური ადამიანი ხართ აახირეთისთვის ასე რომ ვთქვათ ემზადებით ეს ამას ნიშნავს ალლაჰუ თაალა ყოველივე ჩვენთაგანს აახირეთის სიყვარული აახირეთის სამზადისი იმ გზის სიყვარული ალლაჰუ თაალას სიყვარული ეს ამას ნიშნავს ამ ქვეყნიური სიყვარული რომელ გულშიც არის იმ გულში ალლაჰის სიყვარული არ არის რადგან ერთ გულში ორი სიყვარული ერთად ვერ დაეტევა ალლაჰის სიყვარული რომელ გულშიც არის იმ გულში ამ ქვეყნიური სიყვარული არ იქნება თუ ამ ქვეყნიური სიყვარულია და ადამიანი მაინც ამბობს რომ ან გაიძახის რომ მას ალლაჰუ თაალას სიყვარული აახირეთის სიყვარულის აქვს მისი სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ენიდან არის და არა გულიდან ალლაჰუ თაალამ დაგულოცოს და გაგვიძლიაროს მის სამი სიყვარული მტკიცედ რწმენა მოგცეს და ფეხები გაგვიმაგროს ისლამის გზაზე
Assalamu alaikum wa rahmatullahi wa barakatuh.